წითელი ფერი რატო არის მისი სახელი, ამას ალბათ ხვდებით უკვე, იმიტომ რომ ეს პლანეტა ვისაც დაგინახია ცაზე მარსი, იცით ალბათ რომ ამით ის კი გამოირჩევა სხვა პლანეტებისგან და ძალიან ისეთი წითელი ფერის არის და მასთან არის დაკავშირებული ამას ლექსის განმავლობაში თანდათან გავა. პირველ რიგში შევხედოთ მოდი ამ სურათს. აქ მოყვანილი არის ეგრეთწოდებული დედამიწის ჯგუფის პლანეტები, ანუ როგორც მათ ეძახიან ასტრონომები ტერესტრიალური პლანეტები. დედამიწა თვითონ, შემდეგ მერკური, ვენერა და მარსი. თანაც ეს სურათები, გათხოვეს პლანეტები ასე გვერდზე არასდროს სამყაროში არ ჩანს და როგორც მასშტაბის დაცვით მათი სურათები არის ასე ვთქვათ ესე დაალაგებული, რომ წარმოდგენაში გექნათ იმაზე თუ როგორია მათი ფაქტობრივი ზომა. აქედან ხედავთ თუ კარგად რომ არის ყველაზე პატარა მერკური ამ პლანეტაში, ვენერა და დედამიწა დაახლოებით ერთი ზომის არის, ხოლო მარსი გაცილებით პატარა. ეს ჯგუფი პლანეტების რაღაცა საერთოდ მისერებით ხასიათდება, ამიტომ არის რომ მათზე ჩვენ ვაპარაკობთ როგორც დედამიწის ჯგუფს. ჯერეთი ისინი გვანან ერთმანეთს იმითი რომ შედარებით მცირე ზომისანი არის თქვენი სიცოცხლის სისტემაში ეგრეთწოდებული გიგანტური პლანეტები რა იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი, რომელიც გაცილებით უფრო დიდი ზომის არიან, ვიდრე ეს ოთხი პლანეტა ერთად აღებული, ხო? გარდა ამისა, გამოირჩევიან იმითი რომ მათ გააჩნიათ კლდოვანი ზედაპირი, არ არის ესეთი გაზური გიგანტები, როგორც არის მაგალითად იუპიტერი და სატურნი, არამედ ეს არის მყარი ესეთი კლდოვანი ზედაპირის პლანეტები. აქვთ მათ ერთი კიდევ საინტერესო მსგავსი თვისება, რომ შედარებით ნეირონული ხასიათებია თავისი დენის გარშემო და ერთი საინტერესო თვისება აქვთ კიდე, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ გვანან ისინი ზოგიერთი დიდი პლანეტის თანამგზავრს. აი მაგალითად, ვისაც ასტრონომია გაინტერესებს, ალბათ იცით, რომ იუპიტერს აქვს 4 დიდი თანამგზავრი, რომელიც ჯერ კიდევ გალილეო მოაჩინა. ასეც ეძახიან, მაგრამ გალილეის თანამგზავრებს ესენი არის იო, განივედი, კალისკო და ევროპა ესეთი სახელები აქვს. და ეს 4 თანამგზავრი თავისი ზომებით, თავისი თვისებებით საქმეს გვანან აი ამ 4 პლანეტას. ისე რომ ესეც საინტერესო ისეთი ფაქტია, რომელიც სხვათაშორის დაკავშირებულია კიდევ იმასთან, რომ აი როდესაც საუბრობენ იმაზე, შესაძლოა თუ არა არსებობის სიცოცხლის სისტემაში რა, იკვრება რომ სიცოცხლის არსებობის შესაძლო კანდიდატები სწორედ არის აი იუპიტერის ეს 4 თანამგზავრი და ასევე კიდევ პლანეტა სატურნის დიდი თანამგზავრი ტიტანი, რომელიც ასევე წააგავს დედამიწის ჯგუფის პლანეტებს. ესე იგი, რაზე ლაპარაკი? ლაპარაკი იმაზე, რომ პლანეტა არ უნდა იყოს არც ძალიან დიდი, ისეთი დიდი, როგორც არის იუპიტერი, იმიტომ რომ მაშინ თავისუფალი ვაზნის საშუალება მის ზედაპირზე არის ძალიან დიდი და სულაც რომ ესე იყოს ხელსაყრელი პირობები ატმოსფერული თქვათ წნევის ან ქიმიური შემადგენლობის ატმოსფეროში რა, უკვე ესე დიდი გრავიტაციული ძნელად თუ შეუწყობდა ხელს ასეთ პლანეტაზე თოცხალი არსებობის არსებობას. მეორე ძალიან მცირე ზომის პლანეტებზე და თანამგზავრებზე ასევე ძალიან სუსტი გრავიტაციული ალბათ ასევე ხელშემშლელი ფაქტორი იქნება. ეს პლანეტა უნდა იყოს რაღაცა ესეთი შუალედური ზომის, რომ მინდა გრავიტაციული თვალსაზრისით ის იყოს ხელსაყრელი სიცოცხლის, ხო? ეს პლანეტები არის მზის სისტემაში ჩვენი ასე ვთქვათ უახლოესი სამეზობლო და გასაგებია რომ ეს ის პლანეტებია, რომელიც პირველ რიგში ყველაზე მეტად გვაინტერესებს რომ შევისწავლოთ და შედარებით უფრო ადვილია შესწავლოთ, რომ ელემენტარულად მანძილი ამ პლანეტებამდე არის შედარებით უფრო მცირე. ამიტომ როდესაც კოსმონავტიკის ერა დაიწყო თქვენი ისეთ რომ პირველი თანამგზავრი გაშვებული 1960 წელს, შემდეგ 61 წელს პირველად ადამიანი გავიდა კოსმოსში არა და აი 60-იანი წლები გასული საუკუნის იყო ისეთი ძალიან საინტერესო ათწლეული, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ადამიანმა ძალიან დიდი ისეთი ნახტომი გააკეთა სამყაროს შესწავლაში. ამას სხვათა შორის ხელს უწყობდა ის პოლიტიკური სიტუაციაც, რაც მაშინ სოფლიოში იყო, იმიტომ რომ მიმდინარეობდა ცივი ომი, ასე ეს ორი დიდი დაპირისპირებული სახელმწიფო, შეერთებული შტატები და ამერიკა, ორივე ცდილობდა რომ პირველი სოფლიოში მიდიოდა ძალიან დიდი ასე ვთქვათ სახსრები ხარჯებოდა სამხედრო ვთქვათ რაკეტების დამზადებაზე და ეს რაღაცნაირად კოსმოსიდან კოსმოსის შესწავლაზე უწყობდა ხელს, იმიტომ რომ ეს ბალისტიკური რაკეტები შემდეგ უკვე გამოიყენებოდა ხელოვნური თანამგზავრების გაშვებისთვის კოსმოსში და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პრესტიჟის მომენტიც იყო, რომ აი რომელი ამ ორი ქვეყნიდან თქვათ პირველი გავიდოდა კოსმოსში, პირველი მიდარგავდა ფესტივალზე, პირველი შეისწავლიდა მარსს და ეს შეჯიბრი რაღაცნაირად ხელს უწყობდა იმას, რომ საკმაოდ
სწრაფად მიხარდებოდა კოსმონავტიკა და როგორც ისიც უკვე 1969 წელს ესე აქტიურად კოსმონავტიკის ეს მე-12 წელს უკვე ადამიანთა თვალზე ეს ძალიან საინტერესო და პერიოდი იყო, როცა ბევრი რამ გაკეთა კოსმონავტიკის განვითარების კუთხე. ეხლა თუ სამოხილო მარსზე ვილაპარაკეთ, აი აქ ამ სურათზე თქვენ ხედავთ ასევე დედამიწა და მარსი გვერდიგვერდზე ისე და ესე შედარებისთვის არის მოყვანილი. როგორც ხედავთ, მარსი დედამიწასთან შედარებით საგრძნობლად უფრო მცირეა, მისი რადიუსი არის მარტივი ნახევარი დედამიწის რადიუსის, ხოლო მასით იგი არის 10-ჯერ უფრო მსუბუქი დედამიწაზე. რაც ფაქტობრივად იმასაც ნიშნავს, რომ სიმკვრივე მარსის არის ნაკლები დედამიწის. ესეც საინტერესო ფაქტია, რომ შევადაროთ ჩვენ საშუალო სიმკვრივე მაგალითად ვენერის, მერკურის, დედამიწის და მარსის. დავინახავთ, რომ მარსის სიმკვრივე უფრო ნაკლებია, ვიდრე ამ დანარჩენი სამი პლანეტის. არა და მისი ზედაპირი ასეთი მოწითალო-ფერის, იმიტომ არის, რომ დაფარულია ძირითადად რკინის ოქსიდების შემცველი მინერალებით. ესეთი ჟანგისფერი უდრა ამ პლანეტას. და როგორც ვთქვით, საკმაოდ დიდი სიმკვრივის მქონე ელემენტია. ესე იგი, რატომაც მარსის ზედაპირზე გვაქვს უფრო დიდი სიმკვრივის მქონე მასალები, ვიდრე პლანეტის შიგნით. სხვანაირად ვერ ავხსნით იმას, რატო აქვს პლანეტას ესეთი დაბალი საშუალო სიმკვრივე. ეს საკმაოდ ისეთი უცნაური ფაქტია და უნდა ითქვას, რომ აი პლანეტების გეოლოგია არის ეს საინტერესო მეცნიერება, რომელიც სწავლობს მაგალითად მარსის გეოლოგიურ წარსულს. და პლანეტების გეოლოგიას დღემდე ბოლომდე ვერ აუხსნით. რატომ არის, რომ მარსის ზედაპირზე გვაქვს ასეთი დიდი სიმკვრივის მქონე მინერალები, ხოლო პლანეტის და საშუალო სიმკვრივე ეს ჯერაც შეიძლება ითქვას, რომ კონსტანტი ფაქტია. რაც შეეხება თავისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდს, აქ ძალიან საინტერესო დამთხოვა არსებობს დედამიწასთან. ეს საინტერესო დამთხოვა. ვერანაირ აზრის თამაში დავინახავთ, რომ რატომღაც დღევანდელ მარსზე იძლევა თითქმის იმდენივე, როგორც დედამიწა. ჩვენთან თუ არის 24 საათი, მარსზე არის 24.6 საათი. მარსი თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს ისევე სწრაფად, როგორც დედამიწა. თუმცა მარსიანული წელიწადი, რაც ნიშნავს იმას, რად როჭირდება მარსს, რომ მზის გარშემო ერთი ბრუნვის შეასრულოს, არა, ანუ მარსის ორბიტალური პერიოდი, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი, იმიტომ რომ მარსი უფრო შორს არის დედამიწიდან, არა, მზისგან უკაცრავად და ამიტომაც წელიწადი მარსზე გრძელდება დაახლოებით ორჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე დედამიწაზე. ისე ესეთი შედარებითი დახასიათება შეიძლება ამ პლანეტის გაკეთდეს. ეხლა ისტორიულად აი როდესაც მარსს იკვლევდით, ალბათ გაგიგია თქვენ, რომ იყო ესეთი ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც დაკავშირებული იყო მარსის გამოკვლევასთან და რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ცოტა დეტექტიურ ისტორიასაც წააგავს თავისი, ასე ვთქვათ, თავისი დრამატიზმით და მინდა რომ ცოტა ამის შესახებ ველაპარაკოთ. რა შესაძლოა? აი ჩვენ მოდი შემდეგ სლაიდში ვხედოთ და მინდა რომ ამ ადამიანზე გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ეს გახლავთ იტალიური ასტრონომი ჯოვანი სკიაპარელი, რომელიც ძალიან საინტერესო ადამიანია, საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა მას. ის იყო დაინტერესებული მარსით, მარსს იკვლევდა, მუშაობდა ბრერას ობსერვატორიაში, ეს მილანთან არის ეს პატარა ქალაქი, ეს ობსერვატორია დღესაც არსებობს. ეს ის ეპოქა იყო ფოტოშოპის, როდესაც ჯერ ფოტოგრაფია კი იყო გამოგონებული, მაგრამ ასტრონომიულ დაკვრევებში ფოტოგრაფიული მეთოდები არ გამოიყენებოდა. ამიტომ აი ამ თაობის ასტრონომები ისინი ყველაფერს ჯერ კიდევ მხოლოდ ვიზუალურად აკვირდებოდნენ და მათი მუშაობა იმაში მდგომარეობდა, რომ თქვათ სკიაპარელი რაღაც ერთი ღამის განმავლობაში რაღაც პერიოდი დააკვირდებოდა მას, რაღაცას დაინახავდა პლანეტაზე, ან რაღაცას თქვათ ჩაიხატავდა და ესე თანდათან აი წარმოგიდგენთ როგორი რთული და ესეთი სამუშაო ყოფილიყო ეს. მან შეადგინა აი ეს რუქა მარსის ზედაპირის, რომელსაც ხედავთ თქვენ აქ. და პირველმა მან გამოაცხადა ასეთი რამ, მან თქვა, რომ აი მე დავინახეო, რომ მარსის ზედაპირზე არის არხები. ეს მან იხმარა ეს იტალიური სიტყვა კანალი, რომელიც არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ეს ხელოვნური წარმოშობის არის. ეს შეიძლება იყოს ისეთი არხების, უნებრივი წარმოშობის, რა. მაგრამ შემდეგ, როდესაც სკიაპარელის ეს ნაშრომი ინგლისურად ითარგმნა, იქ ეს კანალი გადათარგმნეს როგორც channel და ინგლისურში ეს უკვე ხელოვნურ არხს ნიშნავს. აი ამიტომ რაღაცნაირად გამოგვიყვება ეს აზრი, რომ აი მარსზე არის რაღაც კოგნიტური არსებობის მიერ შექმნილი არხები. ჩანს, იმიტომ რომ მართლაც ახლა შეხედეთ თქვენ აი ეს სკიაპარელის რუკას, ჩანს ძალიან უცნაური რელიეფი, ჩანს რაღაც ესეთი ბევრი პატარა კუნძული, მათ შორის ესეთი მდინარეების გავსი თუ არხების გავსი რაღაც ესეთი უცნაური
ეს იმდენად ის იყო რა ქვია, საინტერესო ახალი აღმოჩენა თითქოს, რომ აი შემდეგი 2 თუ 3 ათწლეულის განმავლობაში მთელი მაშინდელი ასე ვთქვათ, დაკვირვებითი ასტრონომია იყო მიმართული იმაზე, რომ აი რამდენად დაედასტურებინა ამ დეტალურად შეესწავლა ეს არხების ასე ვთქვათ სისტემა მარსზე. და იყო კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი, ეს ამერიკელი ასტრონომი, პერსილ ლოუელი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იყო აი ფანატიკოსი მარსის შესწავლის. საერთოდ ეს ადამიანი არ იყო უბრალოდ მეცნიერი, ის იყო ძალიან წარმატებული და მდიდარი ბიზნესმენი ამერიკელი, რომელმაც თავისი ხარჯით არიზონას შტატში, ქალაქ გლასგოვში, საკმაოდ მაღლა 2175 მეტრის ზუსტობიდან ააშენა სპეციალური ძალიან კარგი ობსერვატორია, სადაც იყო იმ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მძლავრი ტელესკოპები და თვითონ მუშაობდა ამ ობსერვატორიაში, ანუ თვითონ ასე ვთქვათ იკვლევდა მარსს და ძირითადად მისი ინტერესი უბრალოდ იყო დაკავშირებული მარსის გამოკვლევასთან. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ის კი აპარატი აღმოაჩინა არხები მარსზე, ადამიანი უბრალოდ ენთუზიაზმით აინტერესდა და გადაწყვიტა, რომ აი მას ასე ვთქვათ საბოლოოდ კარგად შეესწავლა თუ რას წარმოადგენს ეს არხები და თქვენ აქედან უკვე ლოუელის მიერ შედგენილ უკას, რომელიც 1895 წელს და სადაც კიდევ უფრო უცნაური და კიდევ უფრო თითქოს ხელოვნურს გავს, რა, ეს შეხედოთ ახლა თქვენ აი იმ ესეთ თითქოს სახაზავით გავლებულ ესეთი ხაზების სისტემას, რომელიც ნუ აშკარად გავს რაღაცა ხელოვნურს, რა, ძნელად წარმოსადგენია, რომ ასეთი რამ თქვა გუნებრივად გაჩენილი. ისე რომ თითქოს ლოუელმა აი გაადასტურა ის, რომ მართლაც მარსზე არის არხები. და ეს არხების რაღაცა ძალიან რთული ესეთი ქსელი, ეს აი სერავს პლანეტის სხვა დიგნაცს, ხო? ესე დაახლოებით 15 წელი აკვირდებოდა ეს ადამიანი მას, არსებობს მრავალი ათასი ჩანახატი, მრავალი ასეულობით შრომები, 3 წიგნი გამოსცა მან მარსის კვლევებთან დაკავშირებით. ერთ წუთი იყო დიდი ენთუზიაზმი ამ კვლევების. მაგრამ უკვე მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში, როდესაც ასტრონომიული დაკვირვების ტექნიკა უფრო განვითარდა, ძალიან ბევრი ასტრონომი საკმაოდ ეჭვით უყურებდა აი ამ შედეგებს, იმიტომ რომ სხვა ასტრონომები, რომლებიც ასევე ცდილობდნენ რა იგივეს განახვას, აკვირდებოდნენ მარსს და უმეტეს შემთხვევაში ვერანაირ არხებს ვერ ხედავდნენ. ნუ ესე იგი გასაკვირი იყო მათთვის, რომ აი თუ ლოუელი ხედავს, გასაგებია რომ ობსერვატორია იყო ძალიან კარგი, გლასგოვში ატმოსფერული პირობები თითქმის იდეალურია, ეს ობსერვატორია სხვაშორის დღემდე არსებობს და ძალიან წარმატებული კარგი ობსერვატორია. და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თქვათ ტექნიკის და ბუნებრივი პირობების გამო იყოს, რომ თქვათ იგი ხედავდა უფრო მეტ დეტალებს პლანეტის ზედაპირზე, ვიდრე თქვათ სხვები. მაგრამ მაინც ეს რაღაც სკეპტიციზმი თანათან გროვდებოდა, იმიტომ რომ ვერავის სხვა პრინციპში ასეთ დეტალურ სტრუქტურას არხების ვერ ხედავდა და ამიტომ უკვე ლოუელის კვლევების მიმართ თანდათან უფრო გაძლიერდა ეს ეჭვი, იქამდე რომ თვითონ მანაც შეიძლება ითქვას, რომ აი მას ცოტა ასეთი ტრაგიკული ბიოგრაფია აქვს, იმიტომ რომ აი 15 წელი თავის ცხოვრების შესწირა ამ კვლევებს და სადღაც ბოლოსკენ მივხვდა, რომ შესაძლოა ის სვლებოდა, შესაძლოა ის დასკვნები, რომელიც გააკეთა არხებთან დაკავშირებით, თუნდაც არ იყო სწორი. ეხლა ხო ხვდებით, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია რასთან? იმასთან, რომ ის ამ ყველაფერს აფუძნებოდა ვიზუალურად რა, ფოტოგრაფია არ არსებობდა, ანუ თვალი კი ისეთი ინსტრუმენტია, რომელიც ხშირად გვატყობს ჩვენ, რა ხშირად ჩვენ ისეთ რაღაცები გვეჩვენება, როცა თვალად აკეთებით ამათვე მოვლენას, რაც რეალურად სურათი უნდა დავიღოთ ობიექტურად მე ვერ დაგანახო, ხო? ამიტომ იყო რომ ბოლო 10 წელი ცხოვრების შეიძლება ითქვას, რომ ლოუელმა დაანება თავი მას და სხვა არანაკლებ უფრო ამბიციური პროექტით აღმოჩნდა დაკავებული ის ეძებდა ეგრეთ წოდებულ პლანეტა X. ეს ახლა მას არ ეხება ეს თემა, მაგრამ საინტერესოა და ამაზეც გეტყვით ორივე სიტყვას. საქმე იმაშია, რომ აი ამ დროს უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს და 20 საუკუნის დასაწყისში ცხადი გახდა, რომ მზის სისტემაში ნეპტუნის იქით უნდა არსებული იყო რაღაცა მეცხრე პლანეტა, იმიტომ რომ როდესაც აი ნეპტუნის მოძრაობას აკვირდებოდნენ და ზუსტად სწავლობდნენ, თითქოს ჩანდა ისეთი შეშფოთებები მის ორბიტალურ ბუნებაში, რომელიც დაკავშირებული უნდა ყოფილიყო რომელიღაცა სხვა კიდევ უფრო შორეული პლანეტის არსებობასთან მზის სისტემაში, რომელსაც ჯერჯერობით ადამიანი ვერ ხედავდა. და ამას ესე შეარქვეს პლანეტა X-ი ჰიპოთეტურად და
აი ამ პლანეტა X ასე ვთქვათ, ეძებდა მთელი მაშინდელი, ასე ვთქვათ, ასტრონომიული რეგიტა, იმიტომ რომ იქნებოდა ეს ერთ-ერთი ყველაზე ახალი პლანეტის აღმოჩენა სისტემაში, ეს საერთოდ იქნებოდა უდიდესი აღმოჩენა, ხო? და აი ლოველიც აი ამაშიც არ გაუმართლა, შეიძლება ითქვას, რატომ? იმიტომ რომ ფაქტურად ის 10 წელიწადი ამ პლანეტას ეძებდა, უკვე ასე ვთქვათ, უკვე უფრო კარგ ინსტრუმენტებს იყენებდა, ვერ აღმოაჩინა ეს პლანეტა და გავიდა რაღაცა პერიოდი მისი გარდაცვალებიდან დაახლოებით 20 წელიც არა, 1934 წელს, სწორედ ამ ობსერვატორიაში ახალგაზრდა ამერიკელმა ასტრონომმა კლაინ ტომბომ აღმოაჩინა პლანეტა პლუტონი, სწორედ ის პლანეტა, რომელსაც ეძებდა ლოუელი. და უფრო მეტიც, როდესაც მე ნახეთ ლოუელის, ასე ვთქვათ, დაკვირვების დღიურები, იქ თითქოს ჩამდა ყვალი მისი, რომ მან ეს პლანეტა სიამოვნებაში დაინახა, უბრალოდ ვერ შეიძლება მისი იდენტიფიცირება. ხო ხდებით, პლუტონი იმდენად პატარა ობიექტია, რომ ჩანს ცაზე, როგორც ჩვეულებრივი ვარსკვლავია. რა თან ის ძალიან ნელა მოძრაობს უძრავი ვარსკვლავის ფონზე, ამიტომ საჭიროა ძალიან ზუსტი და ხანგრძლივი დაკვირვებები იმისთვის, რომ მიხვდეთ, რომ ეს მართლა პლანეტაა და არა ჩვეულებრივი ვარსკვლავი. აი როგორც ჩანს, ლოველმა ამის გაკეთება ვერ შეძლო ამის გაკეთება ტომბომ, იმ ობსერვატორიაში, რომელიც თვითონ ლოველმა დააარსა, ესეც თავისებური ბედის ირონია აქვს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ასტრონომიულ საზოგადოებას იმდენად ვთქვათ, ჰქონდა სურვილი, რომ რაღაცნაირად ამ ადამიანის სახელი ყოფილიყო დაკავშირებული ამ პლანეტასთან, რომ აი როდესაც წნებოდა საკითხი თუ გადაერქმიათ ახალ აღმოჩენილ პლანეტისთვის, მივიღეს აი ეს სახელი პლუტონი და მონახოთ ხოლმე როგორ აღინიშნება ეს ესე იგი გამოსარე არა ესე იგი იწერება ასეთნაირად E და L. ეში ჩახატული ეს ერთ-ერთი ნიშნავს პლუტონს, მაგრამ ამავე დროს არის ინიციალები პერსივალ ლოუელს. ესე იგი ამით თითქოს ასტრონომებმა უდავხეს ამ ადამიანის სახელი, რომელიც იგივე ესეთი სიმბოლური აღნიშნება. ეს არის მისი ინიციალები პერსივალ ლოუელს. ასეთ საინტერესო ადამიანი იყო და შეიძლება ითქვას, რომ იყო ერთ-ერთი ასე ვთქვათ მსხვერპლი მარსის, იმიტომ რომ მარსმა ძალიან ესეთი ცუდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში, თავისი ასე ვთქვათ სამეცნიერო კარიერის უდიდესი ნაწილი შეიძლება ითქვას, რომ შეწყვიტა ესეთ ფუჭ კვლევას, რომელიც იყო დაკავშირებული არხებთან. ხა რეალურად რა არის ეს არხები? ეს ძალიან საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ მერე როდესაც უკვე ფოტოგრაფიება შემოვიდა ასტრონომიაში, თუ დაიწყეს უკვე მარსის ზედაპირის გადაღება დედამიწიდან ტელესკოპებით და ბოლომდე მაინც გაუგებარი იყო ეს საკითხი, იმიტომ რომ არხები ასეთი დაწვრილებითი სისტემა არხების როგორც ახალი არ ჩანდა ხანდახან რაღაც ესეთი ზოლოვანი წარმონაქმნები, ხანდახან არა, სურათები იყო როგორც წესი საკმაოდ ისეთი სული ხარისხის, იმიტომ რომ არ არის ადგილი მარსის ზედაპირის დეტალური შესწავლა დედამიწიდან, მარსი მაინც საკმაოდ პატარა პლანეტაა. და მიუხედავად სიახლოვისა ესეთი დეტალური ასე ვთქვათ გამოკვლევა მისი ზედაპირის დედამიწიდან გაზნელებულია, ამიტომ აი ფაქტიურად პირველად შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო პასუხი კითხვაზე არის თუ არა მარსზე არხები, გაიცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კოსმონავტიკა განვითარდა და როდესაც პირველი კოსმოსური აპარატი მივიდა მარსთან ახლოს და დაიწყო გადაღება მისი ზედაპირის, ეს იყო ამერიკული მარინერ 4. აი მაშინ უკვე როდესაც პირველი ესეთი დეტალური სურათები წამოვიდა, უკვე ნათელი გახდა, რომ მარსზე არხების სამწუხაროდ როგორც ესეთი არ არის, თუმცა არის რაღაცა სხვა წარმონაქმნები, რომლებიც შესაძლოა გავდეს არხებს და შესაძლოა სწორედ აი ამას ხედავდნენ ეს ასტრონომების სკიაპარელი და ლოუელი და შესაძლოა აი ეს ოპტიკური ილუზია, რომელიც დაკავშირებული იყო ასე ვთქვათ გამოდაკვირვებთან, ეს მათ აფიქრებინებდა და არხებდა. ხა ჩვენ აი შემდეგ სლაიდზე შეგვიძლია ვნახოთ რამდენიმე ფოტოგრაფია, რომელიც გადაღებულია მასზე. ძალიან საინტერესო ფოტოები ემაგრეთ და ხედავთ, რომ გარდა ესეთი ჩვეულებრივი პატარ-პატარა კრატერებისა, მარსზე არის ძალიან საინტერესო ესეთი აი თითქოს მდინარეთა დამშრალი ალაპოტები იყოს, არა? ხედავთ ესეთი განტოტილი რაღაცა სტრუქტურები ვარ. ეს რა არის? ამაზე რთულია ვთქვათ ამის ინტერპრეტირება ესე ცალსახად, მაგრამ როგორც ჩანს, მარსის გეოლოგიურ წარსულში, როდესაც ამ პლანეტაზე იყო მეტი რაოდენობით წყალი, ალბათ აქ წყალი მიედინებოდა, ესე იგი ეს იყო რაღაც შესაძლოა მდინარეები, შესაძლოა იყო რაღაც ხევები, რომელშიც სეზონების მიხედვით, თქვათ იმ სეზონებში, როდესაც ყინული ვნებოდა, ჰქონდა ასეთი ნაკადები. გარდა ამისა,
აი ზედაურ სურათზე თქვენ ხედავთ საინტერესო ასეთ ქვიშის დიუნებს, საერთოდ მარსზე არის ძალიან დიდი რაოდენობით ქვიშა, ძალიან დიდი რაოდენობით, მისი ზედაპირი შეუერთოს დაფარულია ისეთი მოციქალო ფერის ქვიშით და მარსზე ასევე ხშირად უბერავს ქარები, უბრალო ქარები კი არა, ძალიან ძლიერი შტორმები. და ამიტომაც არის, რომ ესეთი რელიეფი როგორც ასეთი არ არის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული. მაგალითად, როდესაც თქვენ ნაკვთებით თვალესა და ამის გამო თვალეს ატმოსფერო არ არის, თვალზე არის გარკვეული კრატერები, გარკვეული რაღაც წარმონაქმნები, რომლებიც ყოველთვის ისეთია, როგორც არის. ანუ თქვენ დღეს დააკვირდებით 10 წლის შემდეგ თუ 50 წლის შემდეგ, ეს ასე თქვით ყოველთვის ერთნაირად კარგად ჩანს. ნუ მართალია კლადესეც არ არის, იმიტომ რომ ვერ გამოვიცხავთ იმას, რომ შეიძლება თვალეს ახალი მეტეორიტი დაეცეს და ახალი კრატერი გაჩნდეს რა. ან შეიძლება თვალეზე მაგალითად ვულკანი ამოიწუროს, ასეთი რაღაცა თითქოს მოხდა გასული საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც ერთ-ერთმა ასტრონომმა შენიშნა თვალეზე გარკვეული ვულკანური აქტივობა. მაგრამ რეალობაში მაინც თვალი არის საკმარისად ესეთი ჩამოყალიბებული სტაბილური ობიექტი, იმის გამო რომ მას არ აქვს ატმოსფერო, ამიტომ მისი ზედაპირი ყოველთვის ერთნაირად ჩანს. ეხლა მარს ძალიან გაიშვიათებული ატმოსფერო. ესე იგი მარსის ზედაპირზე ატმოსფერული წნევა არის დაახლოებით ჩვენი ატმოსფერული წნევის 1/100. მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გაიშვიათებული ატმოსფერო აქვს, მაინც საკმაოდ ძლიერი ქარები უბერავს და ვინაიდან ტვერი არის ძალიან მსუბუქი, არა? ამიტომ ეს ტვერი, როდესაც გადააქვს ამ ქარებს, ის ხანდახან ფარავს ხოლმე ისე პლანეტის ზედაპირს, რომ აი თქვათ ნახავთ ერთ-ერთ სურათზე, ძალიან ჩამოთვლილი სურათია, რომ პლანეტა შეიძლება სხვადასხვანაირად გამოიყურებოდეს, თქვათ ორ სურათზე, რომლებიც გადაღებულია ერთმანეთისგან რამდენიმე თვის შემდეგ. ესე იგი, რამდენიმე თვეში შეიძლება ვიზუალურად როგორ გამოიყურება მას, ხო? იყოს აბსოლუტურად განსხვავებული. და ეს ფაქტობრივად იმასაც ხსნის, რატო არის, რომ შესაძლოა მე-19 საუკუნის ბოლოს, როდესაც ეს ასტრონომი აკეთებოდა მას, მაშინ იყო მართლა ესეთი პირობები, რომ განსაკუთრებით კაფეოდ ჩანდა აი ეს ესე ვთქვათ წარმონაქმნები, რომლებიც შემდეგ უკვე ნაკლებად ჩანდა და ამიტომ იყო, რომ ასტრონომების შორის იყო რაღაც ესეთი გაუგებრებელი იყო, ზოგი ხედავდა და ზოგი ვერა, რა. ეხლა აი მოდით რამდენიმე სიტყვა თქვათ მაინც შესაძლოა როგორც ცხრილის სახით მარსის ფიზიკურ თვისებებს. ესე იგი ზოგიერთი თვისება მე უკვე ვახსენე, კერძოდ თქვი რომ მისი რადიუსი მეტი არის დაახლოებით დედამიწის რადიუსის ნახევარი, მასა არის მეათერთი დედამიწის მასის, თავისუფლად მის აჩქარება სხვა შორის არის როგორც ხედავთ საკმაოდ პატარა, ამდენჯერმე დაახლოებით 3 ჯერ პატარა დედამიწაზე. რაც იმას ნიშნავს ფიზიკოსები ხართ ყველით რა, რომ მაგალითად ხა რომ მოინდომა ახლა ადგილიდან რა, ამ მოთამში რაღაც სიმაღლეზე ახლა ხო და მასზე ეს სიმაღლე იქნება ცილინდრული, რომ თავისუფლად აშკარება ისე რომ როგორც ერთ ფანტასტიკურ რომანშია ჩადის ადამიანი მასზე იქნო თითქოს ცხოვრობენ მარსიანები და მათ ცხოვრებას ეცნობა და საბავშვო ბაღში შედის და ხედავს რომ ძალიან მაღალი ჭერები რა, ეს მაღალ ჭერიანი ოთახები რა. თქვენ ესეთ პატარები ხართ მარსიანები რა, გინდათ ასეთ მაღალი ჭერები. ეს იმიტომ რომ ბავშვები ხო იცით ცელქები არიან, უნაობები და ჭერს თავი აშკარებთან. ის იმაზე რომ პატარა ახტომი შეიძლება საკმაოდ მაღლა აღმოჩნდეს ხო? აი ვერცით ეს არის მასზე წელიწადი ნახეთ რამდენი ხანს ძლდება 686 ჩვენი დღეა. ის ორჯერ პრობლემი დედამიწაზე. რაც საინტერესო არის კიდევ, რაც მე არ მიხსენები, არის ის, რომ მარსის ღერძი, ასე ვთქვათ, მის ორბიტასთან დახრილია, ესეთი კუთხით, ეს დახრაც მსგავსია დედამიწის, ამიტომ არის, რომ ისევე როგორც ჩვენ გვაქვს წელიწადის დროინი დედამიწაზე, ასევე წელიწადის დროინის სეზონები არის მარსზე. და ეს ასე ვთქვათ, ასევე ვიზუალურად ჩანს, იმიტომ რომ აი როგორც შემდეგ სლაიდზე დავინახავთ, არის პერიოდები, როდესაც მაგალითად სამხრეთ ნახევარსფეროში არის ზამთარი და ჩვენ ხედავთ რომ იქ მეტი ყინულია, შემდეგ როდესაც იქ ზაფხული მოდის, ეს ყინული თხოვად იწილდება და ეს პოლარული ქუდი, რომელიც არის ცოტა ანტარქტიდას წააგავს, მეტოქრიტიკ ფერის არის, ის თითქმის გაუჩინა. ისე რომ ეს სეზონური ცვლილებები ამ პლანეტაზე აშკარად ხდება. როგორც გითხარით, მთელი პლანეტის დაკავშირებულია იმასთან, რომ ძირითადად აგებული არის ეს ქანები ჰემატიტისგან, ეს ჰემატიტი არის ფერუმორი სამი ან ასეთი ოქსიდი ის და ეს აძლევს სწორედ ასეთ ხერხს. რაც შეეხება ატმოსფეროს, როგორც გითხარით, ძალიან გაიშვიათებულია, მაგრამ შემადგენლობა საინტერესოა. შემადგენლობა ასეთია, რომ ეს ძირითადად არის ნახშირორჟანგი, დაახლოებით 95%. შემდეგ არის ცოტა აზოტი, კიდევ ცოტა ჟანგბადი, ანუ აშკარად ჩვეულებრივი ჩვენნაირი ცოცხალი ორგანიზმისთვის მაინც
სახარბიელო ატმოსფერო არ აქვს, იმიტომ რომ შეიძლება CO2-ისგან, რომელსაც ჩვენ ვერ ვისურვებთ ნამდვილად, ხო? და როგორც გითხარით, პლანეტაზე არის ესეთი სეზონური ტვირის შტორმები, ძალიან ძლიერი, რომლებიც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენენ კლიმატზე, საშუალო ტემპერატურაზე. ტემპერატურა საკმაოდ დიდ ფარგლებში იცვლება, აი ხედავთ 186 კელვინიდან 293 კელვინამდე. ეს ახლა ცელსიუსებში შევიდეთ, ხო, თქვენ თუ გადაიყვანოთ, ესე იგი შეიძლება +20 ცელსიუსამდე იყოს ტემპერატურა მაქსიმუმი, ხოლო მინიმუმი შეიძლება იყოს თითქმის -100 გრადუსი. ეს საკმაოდ დიდი ვარიაცია აქვს. ეხლა რა შეიძლება აი წყალს კიდევ რო გითხარით ესე იგი წყალი და ესე ეწოდებული პოლარული ქუდები. რაც ცოტა ხნის წინ თქვი, ნახე, ეს სურათი, აი მარცხენა სურათი გადაღებულია მაშინ, როდესაც სამხრეთ ნახევარსფეროში იყო ზამთარი. და ხედავთ ეს ანტარქტიდასავით რო არის თეთრი. აი ეს პოლარული ქუდია, რომელიც იმ სეზონში ეთყობა იზრდება ზომით. ეს სხვათა შორის არ უნდა გვეგონოს სასახალო მხოლოდ გაყინული წყალია, იმიტომ რომ მარსზე იყინება CO2-იც ატმოსფეროში ყოფილი ნახშირორჟანგი. ამიტომ როგორც ჩანს, ეს პოლარული ქუდი შედგება ჩვეულებრივი და ეგრეთ წოდებული მშრალი ყინულის ნაერთებისგან. რა? მშრალი ყინული იცით რა არის, ხო? ეს არის გაყინული ნახშირორჟანგი. შემდეგ, როდესაც უკვე ხდება, პირველი რაც ფაქტორი ხდება, არის სწორედ მშრალი ყინული, იმიტომ რომ მისი ღობის ტემპერატურა გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე ყინულის, ხო? აი, ამიტომ შემდეგ უკვე, როდესაც ზაფხული დგება, ეს ახლა შემდეგი სურათი ხდება და პრაქტიკულად აღარ ჩანს უკვე ეს ისა რა ქვია, პოლარული სამაგიეროდ გაძლიერდა აი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ეს თეთრი ვარხა, რომელიც არის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოვიდა ასე ვთქვათ ზამთარი და იქ და ეს რა თქმა უნდა ძალიან ხა ვერ ვიტყვით რომ ყოველთვის ასეა, როგორც გითხარით, დამოკიდებულია სეზონზე, დამოკიდებულია იმაზე ასე ვთქვათ ეს ტვირის განლაგება როგორია პლანეტაზე, იმიტომ რომ აი თქვენ რო შეხედოთ შემდეგ სურათს, რომელიც ძალიან შთამბეჭდავია, ნახეთ. ეს სურათი გვაჩვენებს იმას, რომ აი როდესაც ტვირის შტორმი გადაივლის პლანეტაზე, რა ემართება პლანეტას, ნახეთ. აი ეს სურათი არის გადაღებული მარს ორბიტერის მიერ, თუ არ ვცდები, 2001 წლის ივნისში. და ნახეთ, როგორ კარგად ჩანს რელიეფი, ჩანს ეს თეთრი პოლარული უბნები. შემდეგ იყო ძალიან მძლავრი შტორმი ეთყობა და მთელი პლანეტა წაიშალა თითქოს რელიეფი. ხედავთ ისეთ დაემსგავსა იმას ბილიარდის ბურთს. რატო არის ესეთი ერთგვაროვანი წითელი ფერი? იმიტომ რომ მტვერმა დაფარა ყველაფერი. ნამდვილად ჩვენ უკვე ვეღარ ხედავთ აი რელიეფს, ეს ძალიან საინტერესოა. და ეს მოხდა რაღაც სულ რამდენიმე თვეში, ხო? ესე იგი როგორ კვეთრად შეიძლება შეიცვალოს ასე ვთქვათ ხილვადობა პლანეტის ზედაპირის სხვადასხვა პერიოდებში რა. პირველად ეს ტვირის შტორმები აი ცალსახად დადასტურებული იყო 1976 წელს, როდესაც ორი ამერიკული ავტომობილი სადგური, ვიკინგ 1 და ვიკინგ 2 დაეშვა მარსის ზედაპირზე. ეს იყო პირველი ესეთი წარმატებული მისია, როდესაც მოხერხდა მარსის ზედაპირის ძალიან ესეთი დეტალური კარგი სურათების გადაღების და ამ ორ ასე ვთქვათ სადგურზე იყო დაყენებული სპეციალური ხელსაწყოები, რომელსაც შეეძლო ქარის სიჩქარის განსაზღვრა და აი სწორედ ორივე აღმოჩნდნენ ასე ვთქვათ ამ ტვირის შტორმში და შეიძლება ითქვას საკმაოდ ძნელად გადაიტანეს ეს შტორმები. ეს იყო აი ვიხარით ძალიან დიდი ხნის, ანუ მაშინ როდესაც ჯერ ტექნოლოგია, ეს ასტრონომიული და კოსმონავტიკის აპარატურა არ იყო ისეთ მაღალი დონის, როგორც დღეს არის. ამიტომ როდესაც ამ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ლექციაზე ვიყავი, სადაც აი ამ ასე ვთქვათ ექსპედიციის ერთ-ერთი დამპროექტებელი ყოლოდა, ამბობდა რომ აი რატო იყო ორი ვიკინგი, იმიტომ რომ იმდენად ასე ვთქვათ არ ქონდათ იმედი, იმდენად დიდი იყო რისკის ფაქტორი, რომ თქვენს რომ გაუშვათ მოდი ორი აპარატი, რომ ერთი მაინც იქნება წარმატებული. ესე იგი ჯერ დაშვება პლანეტის ზედაპირზე პრობლემაა რა. რომ როდესაც შენ ზედაპირზე ეშვები, ამ დროს შეიძლება რაღაცა დაზიანდეს. შემდეგ შენ არ იცი როგორი ატმოსფერული პირობებია შეიძლება ესეთ შტორმში მოვა. ამიტომ თქვენს რომ ვინაიდან ამდენ ფულს ხარჯავთ და ვაკეთებთ ასე ძვირადღირებულ რაღაცას, მოდი დავამზადოთ ორი, დაეშვეს ორივე და თუ ამ ორიდან ერთი მაინც იმუშავებს, ხო, ნუ უკვე ჩაიწყოს წარმატებას. ბატონო, ერთხელ ბურბალი გავუწდა. არა, ამას პრობლემა არ ქონია, ეს არც დადიოდა ზედაპირზე. ეს უბრალოდ დაეშვა მხარად ერთ ადგილას და შემდეგ იღებდა ასე ვთქვათ რელიეფს და გარკვეულ
ეს რასაც როგორც უკვე შემდეგი მისია იყო, როდესაც უკვე ზედაპირზე გადაადგილება შეეძლოთ ამ აყარებს. და აი აქ შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლათ ამ მიტინგებს, იმიტომ რომ ორივე წარმატებული აღმოჩნდა, ორივე დაიშალა წარმატებით და ორივე გადმოსცა აქტიური საინტერესო მასალა. და აი მე ითქვას, რომ ეს ასე ვთქვათ მოვლენა, რომელიც ეხება ამ ტვიშტომეთ, ესე ძალიან საინტერესო ფიზიკური, მე ვთქვი გეოფიზიკური მოვლენაა და მომდე გაუგებარია, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ატმოსფერო არის ძალიან გაიშვიათებული და ცოტა იყო გაუგებარია, როგორ შეიძლება ასეთ გაიშვიათებულ ატმოსფეროში ასეთი ძლიერი ქარები აღიქვებოდეს რა. ხა მაგალითად ძალიან ძლიერი ქარები უბერავს ვენერას ატმოსფეროში. ვენერას ატმოსფერო შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად ქარიშხლის რეჟიმში მუშაობს. მაგრამ ეს გასაგებია, იმიტომ რომ ატმოსფერო არის ძალიან მასიური, ძალიან დიდი რაოდენობით გაზია და ასე ვთქვათ, ეს არის აბსოლუტურად გასაგები, რომ ვენერის ატმოსფერო არის ასეთი აქტიური. მარსის ატმოსფერო, რომელიც ასეთი გაიშვიათებულია და ასეთი სუსტი იყო, აქ თითქოს ასეთი მოვლენები არ უნდა დაიკვირვებოდეს, არადა დაიკვირვება ისე, რომ ესეც ერთ-ერთი მე ვთქვი, ესეთი საიდუმლოა, რომელიც დაკავშირებულია ამ პლანეტასთან. ახლა აი ძალიან საინტერესო საკითხია და მე ვთქვი, ესეთი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, მაინც რა რაოდენობით არის მარსზე წყალი, სად არის ეს წყალი, რა ფორმით არის. ამაზე პასუხი ასევე ძალიან დიდხანს არ იყო, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ძირითადად წყალი მაინც არის პოლარულ უბნებში და პოლარული უბნების გამოყენება დედამიწიდან ძალიან ძნელია. ითქვა ხო, ხედავთ რა, რომ როდესაც მე მაგალითად სურათს ვიღებ, მე ძალიან კარგად ვხედავ ეკვატორიალურ ნაწილს პლანეტის და თითქმის ვერ ვხედავ, თქვათ, რა ხდება ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან რა. ამიტომ იმისთვის რომ მე თქვათ დეტალურად შევისწავლო, აი აქ რა ხდება რა, ამისთვის საჭიროა მე გავუშვო კოსმოსური აპარატი, რომელიც აი ამ წერტილზე გადაიგვისა რა. თქვათ რაღაცა წრეს დაარტყავს პლანეტის გარშემო, თან იმოძრაობს სწორედ აი ესეთ ორბიტაზე, რომ შესაძლებელი იქნება პოლარული რეგიონების გამოყოფა. ეს ტექნიკურად საკმაოდ რთული გასაკეთებელია და უნდა ითქვას, რომ პირველი ასეთი მისია, წარმატებული მისია, რომელსაც გამოიკვირა კარგად მარსის პოლარული უბნები, იყო მხოლოდ ამ რამდენიმე წლის წინ, აი ეს მარს ორბიტერი 2010 წელს. მარს ორბიტერმა შეძლო ის, რომ მან გამოიკვირა სწორედ დეტალურად რა ხდება მარსის სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსების სიახლოვეში და ძალიან საინტერესო სურათები გამოსცა. აი თქვენ ხედავთ მაგალითად ზევით, ეს არის მარსის ჩრდილოეთ პოლუსის რეგიონი. აი როგორ დეტალურად არის გადადებული სწორედ აი ეს საფარი, რომელიც არის. და თანაც საინტერესო რა არის, იცით რომ ეს არ არის ვთქვათ ის ხილული, რომელიც ცალსახად მხოლოდ ზედაპირზეა. გამოყენებული იქნა აი ძალიან საინტერესო რადარი, რომელსაც ქვია ესეთი shallow subsurface radar, რომელიც დასაკეთებს იცით რომ მას შეუძლია დააფიქსიროს ყინულის არსებობა მტვრის ფერის ქვეშაც. ესე იგი თუ მაგალითად ჩვენ გვაქვს რაღაცა ადგილი, სადაც ვთქვათ არის მტვრით დაფარული ყინულის ფენები, მას შეუძლია იყოს ეს ყინული მტვრის ფერითაც კი დაინახოს რადარად. გასაგებია რომ რადარის რადიოსიგნალია, რომელიც ასე ვთქვათ ხდება აი ეკლება შემდეგ ბრუნდება თანამგზავრზე ხდება ამ სიგნალის ასე ვთქვათ ანალიზი და აქედან უკვე ჩვენ ვასწავლეთ იმას თუ რა ნივთიერება რა არის ასე ვთქვათ იქ და ძალიან რთული საქმეა თამბილია თორე გასაკეთებლად რა თქმა უნდა ძალიან რთულია. უნდა ითქვას რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ესეთი სამეცნიერო ექსპერიმენტი რომელიც ჩატარდა მარსზე და რომელმაც მოხდა ეს სიგნალი შევიდა. გარდა ამისა უკვე სწორედ ისევ და ისევ მარს ორბიტერმა ძალიან საინტერესო მასალა მოგვცა მთელ კრატერებზე, მარსის ზედაპირზე, სადაც აღმოჩენილი იყო ესეთი ძალიან საინტერესო და ლამაზი, მაგალითად ეს სურათი ნახეთ, ეს არის კრატერი, სადაც ცენტრალურ ნაწილში არის ესეთი გაყინული მასალით, ესეთი ფერის ლაქა და აქ კიდევ ხედავთ ესეთი თბილივით რაღაცა, თითქოს ყინული თოვლი არის რა დავარქვათ, ესეთი ძალიან ესეთი ლამაზი სურათი იყო. ასეთი ფოტოები, ასეთი სურათები იყო ბევრი გადადებული. რამაც აჩვენა რომ აშკარად მარსზე არის ყინული. მანაც ხა ამაზე დღემდე დავუყეთ რა რაოდენობის წყალია მარსზე. ნუ არის სკეპტიკოსები რომლებიც თვლიან რომ მარსზე წყალი არის, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. და არიან ისინი ვინც თვლიან რომ მარსზე წყლის რაოდენობა გაცილებით მეტია ვიდრე ჩვენ მგონია, უბრალოდ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ამ წყალს ვერ ვხედავთ. ეს წყალი არის დაფარული სწორედ აი ამ ქვიშის ფენების ქვეშ, აი როგორც დაახლოებით ჩვენთან დედამიწაზე ტუნდრაში ხო, ვიცით რა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სიბირში, კანადაში არა, იქ ყინული არის ნიადაგის თხელი ფენის ქვეშ და ეს არის ეწოდებული ამას რა ქვია,
მარადიული ის რა ქვია. უსულად ვეჩნაერ მეზლადა ხო? ეს არის მარადიულად გაყინული და იქ შეიძლება თქვა ზევიდან ნიადაგზე შეიძლება ხავსი იზრდებოდეს რაღაცები ცხოვრები ამით იკვებებიან, მაგრამ საკმარისია შენ ცოტა სიღრმეში შეხვიდე, თუ იქ ნახავ აი ამ ილულის ფენას, რომელიც მარადიულია იმდენად, რამდენადაც ის არასდროს არ იქნება და აი რაღაცა მსგავსი შეიძლება მართლაც იყოს, შეიძლება აქაც იყოს ძალიან დიდი რაოდენობით ყინული, რომელიც უბრალოდ დაფარულია ამ ზედაპირული თხელი ფენის შიგნით არის. და ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელიც ჯერაც გამოკვლევას საჭიროებს, იმიტომ რომ ჯერჯერობით მაინც არ ვიცით კარგად რა ხდება მარსის პოლარული შეძირითადად ასე ობიტიდან შესწავლილი. თქვენ იცით რომ აი ბოლო წლებში რამდენიმე წარმატებული მისია იყო მარსზე, რომელიც უკვე უშუალოდ ზედაპირს იკვლევენ, არის ეს მაინტერესებული მარს მოვერები არა, ბოლო ორი რომლებიც იყო სპირიტი და ოპორტიუნიტი, რომლებიც თვეების მანძილზე მარსის ზედაპირზე დადიოდნენ, სხვადასხვა საინტერესო გამოკვლევებს ატარებდნენ, უამრავ ფოტომასალას იძლეოდნენ, მაგრამ ეს არ იყო პოლარულ უბნებში, ის იყო მაინც უფრო ეკვატორიალურ უბნებში პლანეტის. ისე რომ აი ამ რეგიონების გამოკვლევა ერთ-ერთი მომავლის საკითხია, ასე ითქვას. ეხლა ძალიან საინტერესო არის კიდევ რა, საინტერესოა მარსის გეოლოგიური წარსული. აი კიდევ ერთი პარადოქსი, რომელიც ამ პლანეტასთან არის დაკავშირებული, იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პატარა პლანეტაა ჩვენთან შედარებით, რა, ამ პლანეტაზე არის ძალიან მაღალი მთები, გაცილებით უფრო მაღალი ვიდრე ჩვენთან. რაც პრინციპში ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაურია, რა ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად ყველაზე მაღალი მთა დედამიწაზე 9 კილომეტრიც არ არის, რა, ევერესტი არის ჯოგრუფა 8848 მეტრი, ხო, ზღვის დონით. აი მარსზე არის მაგალითად ეს გიგანტური მთა, რომელსაც ქვია ნიქს ოლიმპიკ, რომელიც არის 24 კილომეტრი სიმაღლის. 24 კილომეტრი, სამჯერ უფრო მაღალია დაახლოებით ვიდრე ყველაზე მაღალი მთა დედამიწაზე. არა და პლანეტა არის ორჯერ უფრო პატარა ზომით ვიდრე დედამიწაზე. რატო არის რომ ამ პატარა პლანეტაზე ასეთი დიდი მაღალი მთები გაჩნდა? ეს ვერ ვიტყვი რომ ამ კითხვაზე სალსახა და საბოლოო პასუხი არსებობს, მაგრამ არსებობს გარკვეული ვარაუდები და ისეთი მე ვიტყოდი ეს საკმაოდ გონივრული თეორიები, რომლებიც იმაზე მიანიშნებენ თუ როგორ შეიძლება ასეთი მთები წარმოქმნილიყო. გასაგებია რომ ყველა ეს მთები წარმოადგენენ ყოფილ ვულკანებს, საერთოდ ეს მთა ეს 24 კილომეტრის სიმაღლის მთა, ეს არის როგორც გეოლოგიური ეძახიან ამას გიგანტური კალდერა, მას აქვს ესეთი გუმბათოვანი ფორმა და ეს 24 კილომეტრიანი რაღაც კოლოსალური გუმბათი, ზევით ხედავთ რომ კრატერის რაღაცა ნაშთიც კი არის, ანუ საიდანაც ამოიფრქებდა ეთქობა ლავა. ეს გეოლოგები ასეთ რაღაცებს დედამიწაზე იცნობენ, აი როდესაც თქვენ მაგალითად გეოლოგებს ესაუბრებით, ისინი ყოველთვის ამბობენ რომ ეს ძალიან გავს მაგალითად იმას რაც ხდება დედამიწაზე მთელ რეგიონებში, მაგალითად ჰავაის კუნძულების რეგიონში. ეს რა არის? ცით ამას ვეცდები აღიხსნათ ორივე სიტყვით, საინტერესო საკითხია. ეს არის ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვია, ინგლისურად hotspot ვულკანიზმი, ანუ ესე იგი ცხელი ლაქის ვულკანიზმი. ნახეთ რა არის, ესე იგი პლანეტის ქერქი არ არის ყველგან ერთნაირად სქელი. მასში შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული სუსტი წერტილები, ანუ ის წერტილები, სადაც მანტია, ანუ ეს გავარვარებული ლავა, რომელიც არის პლანეტის შიგნით, რა, შედარებით უფრო ახლოს მოდის ზედაპირთან ვიდრე სხვა. ასეთი სუსტი წერტილებია ის ადგილები, სადაც როგორც წესი ჩნდება ვულკანები. იმიტომ რომ ყოველთვის ეს ცხელი გამოვარი მასა გამოსავალს ამოფრქვევაზდებით და ამ დროს შეგვაქვს ვულკანური ამოფრქვევა წარმოიქმნება მთა, ან შეიძლება ეს ოკეანეში ხდება წარმოიქმნება ახალი კუნძული არა საერთოდ, ხო? მაგრამ ნახეთ დედამიწაზე ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს, აი მაგალითად მოხდა ასეთი ამოფრქვევა, ხო, წყნარ ოკეანეში. წარმოიქმნა ერთი კუნძული. შემდეგ იმის გამო რომ აი ეს ტექტონიკური ფილები დედამიწაზე მოძრაობენ, ისინი გადაადგილდებიან რა. ეს ცხელი წერტილი ერთ-ერთი ადგილზეა, მაგრამ ეს ზევიდან ყოფილი ეს ფილა, რომელიც ამაზე ესე ვთქვათ, მისრიალებს ამ მანტიაზე ზევიდან, ხო, ის თანდათან გადაადგილდება და რაღაცა დროის შემდეგ, ვთქვათ, მილიონობით წლების შემდეგ, სულ სხვა ადგილას ამოხეთქავს. ესე იგი, გაჩნდება მეორე კუნძული, შემდეგ შეიძლება გაჩნდეს მესამე, მეოთხე და წარმოიქმნება ესეთი კუნძულთა ძეწვი, აი როგორც არის ჰავაის კუნძული. ჰავაის კუნძულები სწორედ ასე წარმოიქმნება. ესე იგი, არის რაღაცა ერთი სუსტი წერტილი და იმის თავზე, იმის გამო რომ არის ესე იგი ფილა მოძრაობდა, რამდენჯერმე მოხდა ასეთი ამოფრქვევა და წარმოიქმნა ყველა ეს ვულკანი და ყველა ეს პლანეტა, ყველა ეს კუნძული, რაც რა, რომელსაც ჩვენ აქ ვაყენებთ. მარსზე ასეთი რამ არ ხდება, რატომ? იმიტომ რომ მარსი არის გაცილებით უფრო პატარა, მარსის ქერქი არ შედგება ასეთი მოძრავი ფილებისგან, ამიტომ თუ ასეთი სუსტი წერტილი ერთგან არის, ამოფრქვევები ყოველთვის ერთ და იგივე ადგილას ხდება. ამიტომ ფაქტორად რა ხდება, იცით რომ აი
ეს მთა წარმოქმნილია მრავალჯერადი ამოფრქვევების შედეგად და ეს ამოფრქვეული მასა თანდათან გროვდება და ვიღებთ ასეთ უზარმაზარ ძალიან მაღალ მთას. აი ეს არის თქო მიზეზი იმისი, რატო არ ვაკვირდებით ჩვენ თქვა მარსზე ასეთი ვულკანების რაღაც ჯაჭვს და ვაკვირდებით ესეთ ერთეულოვან გამხოლოებულ გიგანტურ ვულკანს. ძალიან საინტერესო და ესეთი მოვლენაა. რა თქმა უნდა, ეს როგორც ჩანს ხდებოდა მაინც წარსულში უფრო, იმიტომ რომ ხა რაც იმ დროის განმავლობაში რაც ადამიანი აკვირდება მარსზე რა. მარსზე ჯერჯერობით ვულკანის ამოფრქვევა როგორც ესეთი არავის არ დაამახსოვრა. ამიტომ დღეს ითვლება რომ ეს პროცესები ძირითადად არის წარსულში ჩავარებული და უბრალოდ რასაც ხედავთ ეს არის ასე ვთქვათ ყვალი ვულკანიზმის რომელიც ადრე იყო და დღეს პლანეტა ასე ვთქვათ მეტნაკლებად გაციებულია უკვე და თუმცა ესეც რა თქმა უნდა ძალიან პირობითია, იმიტომ რომ ჩვენ ასე დეტალურად მას ვიკვლევთ მხოლოდ შეიძლება ითქვას 100 წელი ან მეტი არა, ხო ისე რომ თვითონ მე-19 საუკუნეშიც კი რაღაც თქვა ამოფრქვევა რომ მოხდარიყო მარსზე, ამას ვერ შეამჩნევდა რა. ისე რომ არ არის გამორიცხული, რომ მარსზე ჩვენ მომავალში კვლავ დავაკვირდეთ რაღაც ვულკანურ მოვლენას. ამის გამორიცხვა არ შეიძლება. კიდევ ერთ საინტერესო საკითხი სხვა შორის, რომელიც ამას უკავშირდება და რომელიც სასურველი იყო მეხსენებია მაშინ, როდესაც პლანეტის ბრუნვის ღერძზე ლაპარაკობდნენ. არის რა, როდესაც ჩაატარეს ესე ვთქვათ კომპიუტერული მოდელირება მარსის ბრუნვის, ეს ძალიან საინტერესო რიცხვი ექსპერიმენტი იყო. ფაქტობრივად გააკეთეს ესე ვთქვათ კომპიუტერული მოდელი ამ პლანეტის და ნახეს აი მისი ბრუნვის ღერძის დახრა. იქნება თუ არა სტაბილური, მის გათვალისწინებით თუ როგორია მისი მასა, როგორია მისი სიმკვრივე, როგორ ბრუნავს იგი თავის ორბიტაზე, ეს ყველაფერი იყო ჩადებული ამ მოდელში და შედეგი გამოვიდა ძალიან საინტერესო. შედეგი გამოვიდა ესეთი, რომ მარსის ბრუნვის ღერძი არ შეიძლება იყოს სტაბილური, ის უნდა განიცდიდეს ძალიან საგრძნო ვარიაციებს. ესე იგი, ის შეიძლება დღეს არის მართლა დახრილი ასე 25 გრადუსით, არა, ორბიტასთან, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მოკლე დროის შუალედში ამ ღერძის დახრამ განიცადოს დიდი ცვალებადობა. ესე რა იგივე რომ დიდი ამბავია რა, მაგრამ ეს ამბავი ეს ძალიან ისე მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული იმასთან თუ როგორი ამინდია პლანეტის ზედაპირზე რა. იმიტომ რომ დღეს ახლა იმის გამო ღერძი ასე არის დახრილი, ჩვენ გვაქვს წელიწადის დრო, გვაქვს სეზონი რა, მაგრამ შეიძლება ღერძი ისე დაიხაროს, რომ მაგალითად პლანეტა ფაქტობრივად დაწვეს ასე თავის ორბიტაზე რა, ღერძი ბრუნვის ღერძი იყოს იმავე სივრცეში, რომელშიც თუ პლანეტა ბრუნავს ძირაში. ასე დროს უკვე სეზონები აღარ გვექნება. ერთ ნახევარსფეროზე გვექნება მუდმივად ზაფხული, ეს ის ნახევარსფერო იქნება, რომელიც მზისკენ იპყრება, არა? და მეორე ნახევარსფეროში, რომელიც ასე ვთქვათ, სატენამდე მხარეს არის, გვექნება მუდმივად ზამთარი. ესე იგი ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვლება კლიმატური პირობები პლანეტის ზედაპირზე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ? იმიტომ რომ შემდეგ უკვე, როდესაც აქ სულ წლებში ჩატარდა კიდე ძალიან საინტერესო ესეთი კომპიუტერული ექსპერიმენტები, უკვე გააკეთეს დედამიწის მოდელი, ანუ აიღეს სისტემა დედამიწა მთვარე და ნახეს, რომ დედამიწის ბრუნვის ღერძი არის თუ არა სტაბილური. ის გათვალისწინებთ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი დიდი თანამგზავრი, როგორც არის მთვარე. და აღმოჩნდა საინტერესო რამე, რომ დედამიწის ბრუნვის ღერძი გაცილებით უფრო სტაბილურია, სტაბილურად ინარჩუნებს ამ თავის ორიენტაციას ვიდრე მარსის და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გვყავს სწორედ ეს თანამგზავრი მთვარე. მთვარე რო არ იყოს, ჩვენი ბრუნვის ღერძი ძალიან არამაგრად იქნება. ეს საინტერესო დასკვნა, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ აი ის რომ დედამიწის ზედაპირზე ჩვენ გვაქვს ხელსაყრელი პირობები სიცოცხლის განვითარებას, ხო? ამაში დიდწილად უნდა უმარგლოდეთ მთვარის არსებობას. იმიტომ რომ მთვარე ასტაბილურობს ჩვენ ბრუნვის ღერძს და ის განაპირობებს იმას, რომ მეტნაკლებად დედამიწაზე კლიმატური პირობები ერთნაირია. ესე იგი მთვარე რო არ ყოლოდა, შესაძლოა ჩვენ არ ქონოდა ის მაღალ განვითარებული სიცოცხლე, რაც დღეს გვაქვს დედამიწაზე. ეს არის პარადოქსული დასკვნა. რა თქმა უნდა, ესეც ხა რასაც მეგობრობით ეს არის ბოლო გამოკვლევების შედეგები და აქაც გარკვეული დისკუსია არსებობს, ანუ ბოლომდე ეს დასკვნები არ შეიძლება როგორც საბოლოო დამტკიცებული, მაგრამ საკმაოდ საერთო ჰიპოთეზაა ესეც. ეხლა აი ძალიან საინტერესო საკითხია ეს, რომელიც ასევე დაკავშირებულია მარსის გამოკვლევასთან და უკავშირდება კერძოდ იმას, რომ აი როდესაც ვიკინგები ეს ორი თანამგზავრი, რომელიც ახსენე 1965 წელს, როდესაც ისინი გავიდნენ მის გარშემო ორბიტაზე, სანამ დაეშვებოდნენ პლანეტის ზედაპირზე, ერთ-ერთმა ვიკინგმა, კერძოდ ვიკინგებმა, გადაიღო ეს უცნაური სურათი პლანეტაზე, ხედავთ აი მარცხნივ, რაღაც ესეთი წარმონაქმნი, რომელიც აი ძალიან წააგავს თითქოს ადამიანის სახეს. ესეთი რაღაცა
არის რა, აკეთებული კანდიდატურა გიგანტური, რომელიც იღება სივრცეში რა. ნუ ეს ამან თავიდანვე დიდი სენსაცია გამოიწვია, ამაზე რა თქმა უნდა აიტაცა ეს მედიამ, ამაზე ვიდეო და დიდი ჯაბასი, აი ხო არ არის ეს ნიშანი იმისი, რომ არსზე როდესაც დასწრებში არსებობდა რაღაც სუპერ ცივილიზაცია, რომელიც აი შექმნა ასეთი მონუმენტი, ხო? და როგორც აი ამის დამამტკიცებელი, ასე ვთქვათ, არგუმენტი, რომ აი ასეთი რამ აღმოაჩინეთ პლანეტა. ნუ სამწუხაროდ ამის ეს არ დადასტურებულა ამ შემდეგ, იმიტომ რომ როდესაც უკვე 2001 წელს მარს ორბიტერმა ახალმა, ასე ვთქვათ, აპარატმა გაცილებით უფრო მაღალი გარჩევის უნარიანობით გადაიღო, იგივე წარმონაქმნი მარსის ზედაპირზე, აი მარჯვნივ ხედავთ ამ სურათს. აღმოჩნდა, რომ ეს არის რაღაცა ისეთი საინტერესო მთა, მაგრამ მას არაფერი ისეთი ის არ აქვს. ნაკვთები, რომ თქვა ჩავთვალოთ ის ხელოვნური ტექნოლოგიის შექმნილი, ესე რომ ეს ერთი სენსაცია ასე ვთქვათ აღმოჩნდა, მაინც არ იყო ის რაც თქვა ის იმედიც ჰქონდა ენთუზიასტებს და ეს ძალიან მახსოვს მაგრამ რა ვიცი, ვაი კაის მოსწავლეთ მიშა, შეიძლება იქნებ წახდია და იქნებ ეს დეტალები გამოსცეს რაღაცას, ხო? ყოველ შემთხვევაში ალბათ სანამ აქ რაღაც არ გაიგზავნება უშუალოდ რომელიც არ შეისწავლის, მანამდე სამხატ ვერ ვიცი ეს რა არის. მაგრამ კიდევ კარგი მაგალითია იმისი, რომ რამდენად სუბიექტურია ჩვენი აღქმა ამ თუ დეტალის იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ფოტოგრაფია, ეს არ არის თვალით რაღაც უნდა ინახა, რა. მაგრამ უბრალოდ ფოტოგრაფია გაკეთებული შედარებით დაბალი გარჩევით და აღმოჩნდა, რომ როდესაც ვიარდული გადავიღეთ უფრო კარგად, შეიძლება ეს საინტერესო ასე ვთქვათ დეტალები გაიგო. ისე რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს იდუმალი სახე მარსზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ჩანს. მაინც რაღაცა ბუნებრივი მთა არის, მაგრამ აი ეს ნიშნავსო დანიშნა შეიძლება მაინც ერთენერთ ეს დაუბეროს მაგარმა შტორმმა, ასე ვთქვათ, გადაწყვიტეს და დავინახათ, რომ ეს არის რაღაც ეგვიპტური სფინქსი რაღაცა. კონდეს ამის იმედი, ხო? ეხლა მარსის თანამგზავრება, მე ვთქვი, რომ მარსის რომის ღერძი მეთქი არ არის მდგრადი, იმიტომ რომ მას თანამგზავრი არ აქვს. თანამგზავრი სინამდვილეში მარს ყავს, ერთი კი არა, ორი თანამგზავრი ყავს, მაგრამ ეს თანამგზავრები არის ძალიან პატარები ზომით. და ამიტომ ისინი რაიმე მნიშვნელოვან როლს ვერ თამაშობენ, ასე ვთქვათ, პლანეტის რომის ღერძის მდგრადობაში. ამ თანამგზავრების აღმოჩენის ისტორიაც ძალიან ისეთია, მე ვთქვი, დამაინტრიგებელია, იმიტომ რომ საკმაოდ დიდხანს ითვლებოდა, რომ მარს თანამგზავრი არ აქვს, საკმაოდ დიდხანს ითვლებოდა. თუმცა კეპლერს ერთ-ერთ თავის, ასე ვთქვათ, ნაშრომში აქვს ძალიან ისეთი საინტერესო და მე ვთქვი, ცოტა უცნაური წინასწარმეტყველება გაკეთებული. ის ამბობს ასეთ რაღაცას, რომ აიო, დედამიწასო ხო ერთი თანამგზავრი ყავს და მთვარე. იუპიტერსო 4 თანამგზავრი ყავს, მაშინ ასე იყო ცნობილი ეს. გალილეის მიერ აღმოჩენილი 4 თანამგზავრი, ხო? და ამიტომ ლოგიკურია დაუშვათ, რომ მარს 2 თანამგზავრი ყავს, ხო? ესე იგი 1, 2, 4, ხო ასე. რაღაც მაშინ ისეთი წმენა ჰქონდათ ამას ნუმეროლოგია ქვია რა, რიცხვების რაღაც სიმბოლიკით და რატომაც აი კეპლერმა დაუშვა, თუ დედამიწას 1 ყავს, იუპიტერს 4, მარს უნდა ყავდეს 2 თანამგზავრი. კიდევ უფრო საინტერესო და კიდევ უფრო მევიტყოდი გაუგებარი რამე არის დაკავშირებული გულიერის მოგზაურობასთან. აი ვისაც წაკითხავთ გულიერის მოგზაურობა, ალბათ გახსოვთ, რომ არის ესეთი პლანეტა ლაპუტა, რომელიც ძალიან მაგარი მეცნიერები არიან, ასტრონომია აინტერესებს და იქ შვიდით წერს ასეთ რამეს, რომ აიო, ლაპუტას ასტრონომებმა აღმოაჩინეს მარსის 2 თანამგზავრი. და იქ უწერია, რომ ერთი თანამგზავრი ასეთია, მეორე ასეთია და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ დროს მარსის თანამგზავრები აღმოჩენილი არ იყო რეალურად და როდესაც უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს ეს 2 თანამგზავრი, აღმოჩნდა, რომ მათი თვისებები საკმაოდ გავს იმას, რასაც შვიდით წერს თავის გულიერის მოგზაურობაში და ესეც ახლა მერე გახდა დიდი სპეკულაციების და დიდი ესეთი შეკითხვების საგანი. ნუ აი რა არის ხა სვიფტმა ეს გამოიცნო, თუ შესაძლოა, თქვა ვიღაცა დააკვირდა ამას რანამდე და ეს ინფორმაცია ხო ესეთი საიდუმლოებით მოცული რაღაც შეთქმულების თეორიები უკაც ადამიანს და ნუ ხო არ იყო ისე, რომ თქვა საიდანაც სვიფტმა იცოდა სინამდვილეში ამ თანამგზავრების არსებობის შესახებ. ეს გადარჩულია ამის განსაზღვრა, როგორ იყო. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს ორივე თანამგზავრი არის ძალიან საინტერესო თავისთავად. ორივე ძალიან პატარა, ერთის ზომები არის დაახლოებით 28 კილომეტრი, მეორეს 16. ვერ ვიტყვი, რომ ეს რადიუსია, იმიტომ რომ ხედავთ, რომ
ორივე არის დიდი ლოდები, ამსტორმასტრო ფორმის არის, მათ ბურთის ფორმაც კი არ აქვს, არა? ზედაპირებზე არის პატარ-პატარა კრატერები და კიდევ ერთი საინტერესო თვისება ის აქვს, რომ როდესაც მათი სიმკვრივის შეფასება მოხდა, თავიდან გარკვეული შეცდომა დაუშვეს ასტრონომებმა და გამოვიდათ, რომ ერთის და მეორეს ამ ორი თანამგზავრის სიმკვრივე არის ძალიან დაბალი. დაახლოებით აი ჩვეულებრივი გაზის სიმკვრივის ნული. რაც რა თქმა უნდა გამოუგებელია, რომ ეს არის თითქოს მყარი ობიექტი ვხედავთ, არა? ზედაპირული კრატერები არის დაბალი, როგორ შეიძლება რომ სიმკვრივე მისი იყოს თქვა აზოტის ან ნახშირორჟანგის სიმკვრივის სწორი, ხო? და მაშინ მე გაჩნდა კიდევ ერთი სენსაციული იდეა, რომ ხომ არ არის ისე, რომ ეს არის სიამოვნებაში თანამგზავრები კი არა, არამედ რომელიღაცა სუპერ ცივილიზაციის მიერ შექმნილი გიგანტური რაღაც ხომალდები, რომელიც გარედან ესე ის რა ქვია დაფარულია რაღაც ესეთი ზედაპირით, რომ გვეგონოს რომ ეს სინამდვილეში არის ვითომ რაღაც ჩვეულებრივი ასტეროიდი და შიგნით არის რაღაცა, ну თქვათ, ქალაქი შეს. ეს ფანტასტიკაში რაღაცა აი არტურ კლარკს აქვს შესანიშნავი რომანი რამას დაბრუნება ეს წაგიკითხავთ იცით რომ ეს არის რაღაც უზარმაზარი ცილინდრი, რომელიც არის რომელიღაც ჩვეულებრივი პლანეტიდან ხომალდი, რომელიც დედამიწასთან მოგვიდება რომ გამოვიდეს და რაღაც ესეთი რაღაცები მაშინ 60-იან წლებში მოეწე საუკუნის ძალიან პოპულარული იყო, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა მაშინ გადიოდა თავისი აღმავლობის თვით და ერთ სიტყვით ეს საკითხი იყო დისკუსიის საგანი, რაშია საქმე, რატო აქვს ამ თანამგზავრებს ასეთი დაბალი სიმკვრივე. მე აღმოჩნდა, რომ გარკვეული შეცდომა იყო დაშვებული შეფასებისას და აღმოჩნდა, რომ არც ისეთი დაბალია სიმკვრივე ამ თანამგზავრების, როგორც თავიდან იყო. და რაღაცნაირად ამის შემდეგ უკვე ეს სენსაციური დამოკიდებულება მათ მიმართ ჩაქრა. თუმცა ორივე ძალიან საინტერესო ობიექტია. ისინი პრინციპში მოითხოვს დამოკიდებას, გაცილებით რთულია რა თქმა უნდა მათი დამოკიდება, იმიტომ რომ ძალიან ასე პატარა ობიექტზე კოსმოსური აპარატის დასმა საკმაოდ რთული ამოცანაა ციური მექანიკის, მაგრამ უახლოეს მომავალში არსებობს პროექტი, რომელიც გულისხმობს ამ თანამგზავრებიდან ერთ-ერთი კერძოდ აი ფოკუსის გამოკვლევას. ეს სახელწოდება ძალიან ის არის, ფოკუსი და დეიმოსი, ეს ბერძნულად ნიშნავს საშინელი და საზარელი. ატო და არასესე მე არ იცი. ესე თქვით აი ესეთი საინტერესო თანამგზავრები ყავს მას. ეხლა უკვე ლექციის ბოლოსკენ გავდივარ მე და მინდა რომ რამდენიმე სიტყვა გითხრათ აი იმ უკანასკნელ ასე ვთქვათ სამეცნიერო ექსპედიციაზე, რომელიც მარსზე ახლა მუშაობს და რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იძლევა ახალ შედეგებს და მე ყველას ვისაც გაინტერესებს ასტრონომია მოგიწოდებთ რომ ხშირად შეხვიდეთ ხოლმე NASA-ს web site-ზე, სადაც აი ამ ლაბორატორიას აქვს თავისი გვერდი და იქ ყოველკვირას იგება რაღაც ახალი საინტერესო აღმოჩენები, ახალი სურათები, ძალიან საინტერესოა და ამის ნახვა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებს. კერძოდ რა არის? ეს არის ეგრეთ წოდებული მარსის სამეცნიერო ლაბორატორია, რომელიც შარშან ნოემბერში იყო გაშვებული აი ამ რაკეტით და დაეშვა წარმატებით მარსის ზედაპირზე და მასზე ასე დაეშვა ეს ხედავთ ესეთი რა მანქანასავით რაღაც დიდი უძრავი საშუალება, რომელიც ცოტა გავს, რა ქვია, ბულდოზერს, ცოტა დაახლოებით ჩვეულებრივი სუბუქი მანქანის ხელა ეს ზომით წარმოიდგინოთ, როგორია. მას სახელად ქვია curiosity, რაც ნიშნავს ცნობის მოყარეობა, ხო? ეს უკვე მესამე თვეა მარსის ზედაპირზე მუშაობს curiosity და ძალიან საინტერესო ახალ შედეგებს იძლევა. კერძოდ მაგალითად, აი ამ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე კვირის წინ, მან აიღო პირველი სინჯი ნიადაგის. აი ნახეთ, მარჯვენა სურათზე რაც არის გამოსახული, ეს ბულდოზერით მას ისეთი ჩამჩხარა პატარა, რომელთაც გამოთხარა ეს არის ნიადაგის სინჯი აიღო და შემდეგ თვითონ ამ აპარატის შიგნით არის სამეცნიერო ლაბორატორია, რომელიც იკვლევს ამ ნიადაგის ქიმიურ შემადგენლობას. ეს წარმოიდგენიათ, როგორი რთული დასაკეთებელი უნდა იყოს, არა, რომ აქედან დედამიწიდან გაუშვი რაღაცა, რომელიც მარსზე დაეშვა, უსაფრთხოდ და უბრალოდ რაღაც სურათებს კი აიღებს, არამედ იღებს სინჯს და იმ სინჯს მე თვითონვე ანალიზებს შიგნით. ეს რატო არის ასე გაკეთებული? მაგალითად, თქვენ ალბათ იცით, რომ შესაძლოა მთვარეზე დაეშვა პირველი აპარატები, რა, მათ აიღეს თქვა მთვარის გრუნტის სინჯი და ჩამოიტანეს დედამიწაზე და შემდეგ უკვე დედამიწაზე მოხდა იმის გამოკვლევა. ეს ადვილი იყო შედარებით, იმიტომ რომ მთვარე ახლოს არის ჩვენთან და ეს უფრო იაფიჭდება, რომ თქვა
მხარეზე გავუშვა რაღაცა, რომელიც ამოიღებს თქვა ქვებს და ჩამოიტანს და მე ამას მე არ გამოვიდოდ. ხა მას იმდენად შორს არის რომ იქიდან რომ რაღაცა წამოიღო და დინამიკაზე შეისწავლო, ეს გაცილებით უფრო ძვირი დაждდებოდა, ვიდრე ის რომ გაკეთებულიყო რაღაც რთული ლაბორატორია თვითონ ამ მანქანის შიგნით, რომელიც გამოიგულებს აი ამ ნიადაგის ქიმიურ შემადგენლობას. ეს რა თქმა უნდა ადრე ამოცანა არ არის, აი აქ ხედავთ, აი უკან ფონზე რო არის ეს ლამაზი სურათი, არ გეგონოთ რომ ეს რაღაც ასტრონომიული ობიექტია, ეს სინამდვილეში არის რენტგენული დიფრაქციის ფოტოგრაფია. საქმე იმაშია რომ გამოკვლევა აი ამ ნიადაგის ქიმიური შემადგენლობის ხდება ასეთნაირად. ეს ხო სინამდვილეში ნიადაგი არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი რაღაცა მინერალია რა. ეს არ არის თქვა ნიადაგი ჩვენი გაგებით შეიძლება შეიცავდეს რაღაცა ორგანული ნიადაგს. ის შეიძლება ძირითადად შეიცავს სხვადასხვა მინერალებს. ეხლა მე თუ მინდა ამ მინერალის ქიმიური შემადგენლობა გამოვიკვლირო, მე ვიქცევი ასეთნაირად. აიღება სინჯი და ამ სინჯის, ესე ვთქვათ, ამ სინჯზე ხდება რენტგენული სხივების გაბნევა. ამ გაბნევის, ესე ვთქვათ, სურათის, ანუ ამ დიფრაქციის სურათით ცალსახად გინდება თუ რა მინერალია ეს, იმიტომ რომ რენტგენული დიფრაქცია ეს დაახლოებით აი როგორც თითის ანაბეჭდის აღება ადამიანს. ყველა მინერალს გააჩნია თავისი უნიკალური სისტემა, აი ესეთი რგოლების. ამიტომ ეს ლაზერი, რომელიც შიგნით არის ამ აპარატზე, ის ასე ვთქვათ, ამ სინჯზე გაუშვებს ლაზერის სხივს, ხდება ამის გაბნევა, ამ გაბნევის შემდეგ გადაღება და აი ფაქტობრივად თითის ანაბეჭდი აიღება იმ მასალას, მაგრამ ფანტასტიკური რაღაცაა, ხო, ამის უყვები თითქოს არაფერი ეყოლა. ამოვიგეთ, რომ ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ხდება, ვიღაცა კი აღზის იქ ადამიანი, რამეთ ეს დედამიწიდან იმართება, ხო, აქედან ჩვენ ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს ვაკეთებთ და აი ეს დაიდოს სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ეს პირველი ასე ვთქვათ რენტგენული დიფრაქციის მეთოდით შესწავლილი ეს მასალა, კერძოდ გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ შედგება აი ამ მინერალებისგან, რომელთა სახელები მე ძერს არაფერს არ მოუნება, გარდა იმისა, რომ ეს ობსიდიანი, ეს ვულკანური მინა, ანუ ძირითადად ეს არის ვულკანური წარმოშობის მინერალები. ვულკანური მინის არსებობა მარსზე არ არის გასაგები პრინციპში. და აი მე წამოვიდე, ეს არ არის მარსიდან, რა თქმა უნდა. ეს არის ვულკანური მინა დედამიწიდან, რა. შევიდეთ აი ნახოთ და ასე წამოვიდეთ როგორი მიტიერება შეიძლება იყოს მარსზე. და შემადგენლობა აი ამ პიროქსიდის, ოლივინის, ობსიდიანის ძალიან წააგავს სხვათა შორის თავისი აგებულებით იმ მინერალებს, რომლებიც ისევ და ისევ ჰავაის კუნძულების რეგიონში არის ხოლმე აღმოჩენილი. რაც მეტყველებს იმაზე, რომ მარსზე მართლაც ძალიან დიდი ვულკანური აქტივობა როგორც ჩანს მიმდინარეობდა არც თუ ისე შორეულ გეოლოგიურ წარსულში. ეხლა აი ეს ძალიან საინტერესოა კიდევ. ეს სულ რამდენიმე დღის წინ 31 ოქტომბერს ამ აპარატმა Curiosity ავტოპორტრეტი გადაიღო. ეს როგორ გააკეთეს, ეს საინტერესოა. ისე მას გააჩნია დიდი ესეთი ავტომატური ხელი თავისი, რომელიც აი ესეთნაირად გავიდა ეთქობა, კამერა ეჭინა ესეთნაირად თავის თავს გადავიდა. ეს არის ხო გადაღებული ერთი სურათი არ არის, ეს არის მრავალი სურათი გადაღებული, რომელიც შემდეგ მოზაიკურად არის შეკრებილი და აი მიღებულია ეს გამოსახულება. აქ ფოტოშოპის აი ჩანს ეს სადაც გამოხარა, ეს არის სწორედ აი ეს ბულდოზერის ჩამჩა, რომელთაც ამოიღო ეს ისა, რა. ჩანს ასევე მისი ბორბლების კვალი, რა. ხა, იკითხავთ რომ რა არის ეს თამაშობენ და რა ავტოპორტრეტი, მაგრამ ეს სამდროში ძალიან პრაქტიკული მნიშვნელობა აუცილებელია სურათების გადაღება, რატომ? იმიტომ რომ მეცნიერებს ძალიან აინტერესებს რა ხდება, რა დაზიანებები ხო არ არის ზედაპირზე, იქ მწვერი ხო არ არის სადღაც დაგროვილი, ან რაღაცა თქვა პრობლემები ხო არ გაიცვლითა რა და ეს როგორ უნდა დავადგინოთ ახლა მეორე სკოლერ გავუშვით რომელიც მეორე გადაიღოს სურათს, თავის თავს უნდა გადავყოს სურათი და ეს სურათი აი გააკეთეს მოზაიკური, ესეთი სპეციალური აი ამ იმითი, ხელსაწყოთი, რომელსაც ქვია Handlens image ხო და ეს იყო 31-ში, ანუ რამდენიმე დღის წინ ჩადეს საიტზე და იქვე რა თქმა მიიღო, რომ ეს ჯერჯერობით დაბალი გარჩევის უნარიანობით გადაღებული სურათია და მაღალი, ესე ვთქვათ, სიზუსტის სურათია, ახლა თანდათანობით გამზადებთ და გვაყენებთ ლებში ისიც დაიწყო. აი ესეც საინტერესო, მე ვიტყოდი აი რეალური დროის რეჟიმში ძალიან კარგი იცით ეს მოიტანა ინტერნეტის ეპოქა, რომ აი ფაქტიურად NASA-ს აქვს თავისი საიტი, სადაც ყოველდღიურად რაღაცა ახალ-ახალი მასალები იდება, თითქოს შენ მონაწილეობ მარსის გამოკვლევაში, ეს რაღაც ფანტასტიკური ის არის, ხო, ვისაც აინტერესებს იმისთვის, ჩემი აზრით.
მეტყველებს იმაზე, რამდენად ასე ვთქვათ, დაახლოებული არის ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც ასე ვთქვათ პლანეტების გამოკვლევის საქმე. Ну, კარგით, ეხლა ლექციას პრინციპში ვამთავრებ და ბოლოს ვიდეო ცოტა ესე ხუმრობი დავთვალებინა. მაინც ეს საკითხი რჩება რა, არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და აი ზარდეს ეცინები პრინციპს ეს რა ფილმია, ხო? მაშინ შეიძლება ვერ არის ეს ასეთი საბჭოთა ფილმი იყო, კარნავალная ночь და იქ არის ესეთი გმირი, კაცი, რომელიც როდესაც ხოვენ რომ მარსის შესახებ ლექცია წაიკითხოს პოპულარულად და შემდეგ იქ რაღაცა ცოტა დალევს და მოგეთ ნასვამ მდგომარეობაში იწყებს ლექციის კითხვას და იწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ აი ცაზე რამდენი ვარსკვლავია, 1, 2, 3, ყველაზე კარგი 5 ვარსკვლავია, ну, მას კონიაკს მივისხავს. ეს ძალიან ისაა. სახუმარო რაღაცა. ახლა რეალურად ვთქვათ, სერიოზულად თუ შევხედავთ ამ საკითხს, ხო? მასზე სიცოცხლის არსებობის ალბათობა მაღალი არ არის დღესდღეობით. უმეტესად მაინც მეცნიერები თვლიან, რომ თუ სიცოცხლე არსებობს, ალბათ ის არის რაღაცა ძალიან მარტივი ისეთი მიკრობული ფორმის, შეიძლება იყოს რაკოვი მიკრობები, მიკროორგანიზმები, რომლებიც აი სადღაც ნიადაგში, მყინვარში არიან, თქვათ, და ვერ ვილაპარაკეთ რაღაც უფრო მაღალ ორგანიზებული სიცოცხლის შესაძლებლობაზე ამ პლანეტაში. თუმცა არ არის გამორიცხული, თქვათ, წარსულში, როდესაც პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა იყო უფრო მაღალი, როდესაც შესაძლოა ატმოსფერო იყო უფრო მასიური, შესაძლოა აქ იყოს სიცოცხლე, მაშინ როდესაც მეტი ხევადი წყალი იყო რა. ამაზე ირიბულად მიანიშნებს ერთი ძალიან მეტყოდი საინტერესო აღმოჩენა, რომელიც გაკეთდა არც ისე შორეულ წარსულში, აი ამ სურათზე არის გამოსახული. ეს ახლა ფანტასტიკური ისტორიაა თითქოს, მაგრამ სიმართლეა აბსოლუტური. 1992 წელს ანტარქტიდაში აღმოაჩინეს მეტეორიტი. აი ეს მეტეორიტი, რომელიც მარცხნივ არის სურათზე გამოსახული. საერთოდ ანტარქტიდა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ახლა მეტეორიტები მთელ დედამიწას ეცემა რა, ყველგან, მაგრამ მაგალითად საქართველოში ჩამოვარდებოდა თქვათ 10 მილიონი წლის წინ მეტეორიტი რა, თუნდაც 500,000 წლის წინ. იმის პოვნა დღეს ძალიან ძნელია, იმიტომ რომ აქ ადამიანები ცხოვრობენ, სიცოცხლე არის, თქვათ, არის ეროზია, წყლის, ქარის, ამიტომ ზედაპირის მუდმივი ცვალებადობა ხდება რა და ანტარქტიდა იმითია საინტერესო დაფარულია ყინულით, ამიტომ იქ თუ მაგალითად 13,000 წლის წინ რაღაცა ჩამოვარდა და ყინულში ჩაჭრა, ის იქნება და იქნება და მე რო თქვათ იქ შემდეგ მივიდე დღეს და გამოიკვლიო, მე შეიძლება ვიყო ის ისეთ მდგომარეობაში, როგორც ის იყო მაშინ, როდესაც ჩამოვარდა, ხო? ამიტომ არის რომ ანტარქტიდა არის ძალიან საინტერესო რეგიონი ადრე დედამიწაზე ჩამოვარდნილი მეტეორიტების ძიების თვალსაზრისით. და ასეთი ექსპედიციები იმართება რეგულარულად და 1992 წელს იყო აღმოჩენილი ეს მეტეორიტი, რომელიც რო გამოიკვლიეს, აღმოჩნდა ძალიან საინტერესო. ჯერ ერთი საინტერესო იმით, რომ ეს მეტეორიტი არის ნატეხი მარსიდან. ანუ ეს არის მეტეორიტი, რომელიც მარსიდან მოვიდა ჩვენ. წარმოიქმნა ის მარსთან ერთად, ანუ მარსის ასე ვთქვათ, კლდოვანი სტრუქტურის ნაწილია, დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ. შემდეგ დაახლოებით 16 მილიონი წლის წინ მოხდა ასეთი რამ, რომ მასზე დაეცა რაღაც დიდი მეტეორიტი, ეთყობა, მოხდა აფეთქება, წარმოიქმნა კრატერი. ამ დროს ეს აი ნასხლეტები, თქვათ, ეს მასა აფეთქების დროს ისინი კოსმოსში გამოვარდა, ანუ აფეთქება ბევრად ძლიერი იყო, მას შედარებით დაბალი ისა აქ გრავიტაციული ენა. ამიტომ რაღაცა ნაწილი ამ ნავსხურების მოახერხა, ასე ვთქვათ, მარსის ზედაპირის დატოვება, იმოგზაურა კოსმოსში და აი ეს ნატეხი წარმოიდგინეთ ესე 16 მილიონი წელი კოსმოსში მოძრაობდა და შემდეგ დაეცა დედამიწაზე. ეს აუცილებლად ასეთი რაღაცა შეიძლება მომხდარიყო. და რა არის? ვითი არის საინტერესო, როდესაც გამოიკვლიეს ეს მეტეორიტი, აი მარჯვნივ ხედავთ არის გადიდებული, მას ელექტრომაგნიტი აქვს, მიკროსკოპით გადაღებული სტრუქტურა. აღმოაჩინეს აი ძალიან საინტერესო ესეთი წარმონაქმნები შეხედათ, ესეთი აი რაღაცა ზოლივი თუ არის. ესენი ზომით არის დაახლოებით 100-200 მიკრომეტრი სიგრძის, რა თქმის ღერის მეასები არის ისინი, ძალიან პატარაა, ხო? ძალიან წააგავს ისინი მიკრობებს, აი ჩვეულებრივ ისეთ მიკრობებს, რომელიც ჩვენ დედამიწაზე გვხვდება ხოლმე. არის ასევე საინტერესო იმითი, რომ ფაქტობრივად ქიმიური შემადგენლობა შეიცავს რაღაცა ბიომინერალებს, რაღაცა ოქსიდებს. თქვენს რომ აი ეს არის თითქოს ასე ვთქვათ დავამტკიცებელი იმისი, რომ მასზე სულ ცოტა ბაქტერიები არსებობდა წარსულში. დღეს არსებობდა თუ არა ამის თქმა არ შემიძლია რა, მაგრამ აი ეს რაღაცა ესეთი ნამარხის სახით, ესე იგი ამას მე შეარქვეს ნანობაქტერიები.
იმიტომ რომ ძალიან პატარა ზომისა, ხო? ну წარმოიდგინეთ ახლა როდესაც ეს ამოჩენა გაკეთდა ნახევრა ეს მოყვებოდა ამას სენსაცია მე თვითონ ვარ მოსწრე ის როდესაც ტრიესში იტალიაში კეთებოდა ლექცია ჩატარდა სხვა მოხსენება ლექცია იყო სადაც მოხსენებელი საუბრობდა ამაზე და ეს იყო რაღაც ძალიან ისეთი რა მოიწყოდი ძალიან დიდი მოვლენა რა თქმა უნდა გამოიწვია ამან დისკუსიები მაშინაც დღემდე საბოლოოდ არ ითვლება რომ დადასტურებულია ამ ბაქტერიების არსებობა იმიტომ რომ ისევ და ისევ აქაც არსებობენ სკეპტიკოსები და ბევრი ხდის რომ შესაძლოა ეს არ არის ნანობაქტერიები არამედ არის უბრალოდ რაღაცა ისეთი არაორგანული წარმომადგენლები რომლებიც გვარად უბრალოდ ბაქტერიები ამას რა თქმა უნდა დღეს ვერანაირად ვერც დავასაბუთებთ ვერც უარყოფთ დედამიწიდან შევიდა ამაზეც ფიქრობენ რომ შესაძლოა ეს არის მართალია რაღაც ადგილობრივი დედამიწაზე ყოფი but მასალა რომელიც შეერია და ასე ვთქვათ გააჭუჭყიანა ეს კი ესეც შესაძლებელია. ერთ სიტყვით ეს ძალიან საინტერესო, ძალიან საკამათო საკითხია და აქაც ჯერჯერობით გაუცემელი, პასუხგაუცემელი კითხვაა თუ შეიძლება ასე ითქვას. და ნუ რა ვიცი, პრინციპში მარსის გამოკვლევა გრძელდება, მასზე მუშაობს მთელი სამეცნიერო ლაბორატორია, ხდება ყოველდღიურად მარსის ზედაპირის გადაღებები ისე რომ ერთჩვენიერ დღეს რა ვიცი შეიძლება ასეთი რაღაცას კი მოხდეს რომ დავინახოთ მასწავლებლები რომლებიც მოვლენ ტრანსპარენტებით რომ აი წავით დაგონებთ თავი არ მე ნუღარ ვუყურებ და ასე დროს უკვე